დადგა დრო ცოტა ვიმხიარულოთ პროგრამაში Illustrator. თუმცა სანამ გაგვეცილს დავიწყებთ, ტრადიციულად შეგახსენებთ, რომ თხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დააწვეთ გამოწერის ღილაკს, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და სრული შემთხვევაში მოგწეროთ თქვენი შეკითხვები, კომენტარები, სურვილები, ეს ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ახალი და ახალი ვიდეო გაკვეთილების შექმნასა და ატვირთვაში. ეხლა დავუბრუნდეთ გაკვეთილს. ვისარგებლოთ ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ხელსაწყოთი, რომელსაც Blob Brush ეწოდება. თვითონ სახელიც კი სახალისოა. მოცემულ შემთხვევაში ვისარგებლებ მისით საინტერესო გამოსახულებების შესაქმნელად და საგნების, რომელთა შესახებაც თქვენ არ ეცოდებთ. დასაწყისისთვის შევქმნი ახალ დოკუმენტს და პრინციპში შექმნილიც ამაქვს უკვე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დოკუმენტის ფორმატს. ტრადიციულად Illustrator-ში ყოველთვის იყო შესაძლებელი დაგვეხატა და გაგვეფერადებინა ხელსაწყოების brush და pencil გამოყენებით. ამ ხელსაწყოების პრობლემა იმაშია, რომ დახატვის შემდეგ დახატულ ობიექტზე რთულია რაიმეს დამატება, თუ კი არ იცით ბრძანების arrange და join შესახებ, ან pathfinder-ის შესახებ. Blob Brush-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ გამოსახულებები ფუნჯის გამოყენებით. გამოდის დიდი სიზუსტით, ამავდროულად მოცემულ შემთხვევაში დავხატავ ძირითად ფიგურას, მართკუთხედს. ავიღებ ესე ფანქარს, მოდით ფანქარს ავიღებ, ფანქარი, pencil და უბრალოდ დავხატავ ესეთ მართკუთხედს, თანაც სახელი გაცავა და ესეთ მართკუთხედს მოვხატავ. ახლა ეგეთი რაღაცა. დავაკვირდით რამდენად არასწორი ფორმა აქვს მართკუთხედს. ეხლა კი ავიღოთ Blob Brush, რომელიც იმყოფება Paint Brush დასაწყის ჯგუფში, Blob Brush და უბრალოდ დავხატავ ესეთ მართკუთხედს. ესეთ რაღაცას დავხატავ. ხედავთ, საზღვრები დარბილებულია. საკმაოდ ლამაზად შეიძლება, ლამაზი შეგვიძლია გავხსოვოთ ის რამოდენიმე ნაბიჯით Blob Brush-ის გამოყენებით. ჩავასხოთ შავი ფერი მართკუთხედში და გავუთიშოთ გარშემოწირულობა. ავიღოთ აი აქ დავაწყაპოთ, ავიღოთ შავი ფერი. აი ესე. დავუდასტურა. არ გამოგვიყევია, ბოდიშით, აი ესე. გადმოვთოთ. ესე, ავიღოთ შავი ფერი. ოკეი. ჩავასხოთ მაშინ. და ავრჩიოთ ახლა გადართვა ფერების და ნუ ხედავთ მივიღეთ შავი ფერი. გარშემოწირულობას რაც შეეხება გავთიშავ საერთოდ. მან ჭირდება კონტური არაფერში. მივიღეთ შავი მართკუთხედი. უნდა ვემუშაოთ ფერის ჩასმას, ხოლო შემდეგ უნდა გადავიდეთ ხელსაწყოზე Blob Brush. ისევ დავუბრუნდეთ აი ამ ჩვენს ხელსაწყოს Blob Brush. კიდევ მორა ის აქ იმყოფება Blob Brush-ი. ისევ ის უნდა ავირჩიოთ ფერის ჩასმის შემდეგ, რომ გავაგრძელოთ მასთან მუშაობა. ამ ხელსაწყოს არჩევით თქვენ დაინახავთ, რომ ეს მცირე ზომის ფუნჯია 3 ზნის წრით, მოგავთ ეგ 3 ზნი აქვს წრე, ხო? რომელიც მას თან დაყვება. ეს ფუნჯია. Illustrator-ში შეგვიძლია ვცვალოთ ფუნჯის დიამეტრი მარჯვენა მარცხენა კვადრატული ფრჩხილების მეშვეობით, რომლებიც კლავიატურაზეა განლაგებული. მარჯვენა ადიდებს, მარცხენა აპატარავებს კვადრატული ფრჩხილი. Enter ღილაკთან არის ისინი განლაგებული. ავიღოთ გადიდებული ფუნჯი, ოდნავ გავადიდოთ ფუნჯი, ესე. ტრადიციულად თუ კი ავიღებ ფუნჯს, Paint Brush და დავიწყებ ხატვას, შეიქმნება ახალი ობიექტი არსებულზე. ის ცალკე ფიგურა იქნება და მე მომიწევს მათი გაერთიანება. ხოლო Blob Brush-ის მეშვეობით მე შეგვიძლია გავაერთიანო ყველაფერი, რასაც დავხატავ ქვედა ობიექტთან. მოხატოთ რაიმე და აუშვათ თავის მარცხენა ღილაკზე თითი, ნუ მაგალითად აი აქ რაღაცა ესეთი წრესავეთ, მოხატოთ და აუშვათ თითი
თავის მარცხენა ღილაკზე. ნუ აქ გადავთოთ ფერები, კონტური არ გვინდა, ჩვეულებრივ სტანდარტულად. ავიღოთ ახლა ხელსაწყო selection, ესე. გამოვყოთ ობიექტი და დავინახავთ, რომ ეს ერთი მთლიანი ობიექტია, რაც არ მოხდებოდა ჩვეულებრივი paint brush-ის მეშვეობით. გავაუქმოთ მოქმედება, მოდით ესე. გავაუქმეთ მოქმედება. ცალ თავიდან კვადრატის მოხატვა, ობიექტის გამოყოფით ისევ დავინახავთ, რომ ის ერთიანი ფიგურაა. მოდით ავიღოთ blob brush-ი. შევესწავლოთ ისეთი კვადრატის მოხატვას. გაგვიქცა, უკაცრავად, არ უნდა ამეშვათ ითი. ნუ ესეთი რაღაცა. და ნუ selection-ით დავინახავთ, რომ ეს არის ერთი ფიგურა. თუ სადმე რაიმე სივსე დამრჩება, მე შემიძლია ისევ ავიღო ხელსაწყო brush და შევავსო გამოტოვება. ნუ მოდით გავაუქმოთ ისევ blob brush-ი ავიღოთ, ნუ თქვათ მოვხატე ესეთი რაღაცა. აქედან მოვხატე კიდე ესეთი რაღაცა, ის ერთიანი ფიგურა გახდა. აქედან წამოვიღე, მოვხატე კიდე, კი ბატონო, რაღაც დავამატე. აქედან წამოვიღებ, ან ქვემოდან ზემოთ, ან ზემოდან ქვემოთ, როგორც თქვენ გსურთ და მივიღებთ ერთიან ფიგურებს. ნუ ხედავთ selection-ის მეშვეობით ის ერთი ფიგურაა მთლიანობაში. თუ სადმე რაიმე რჩება სივრცე გამოტოვება blob brush-ი შეავსებს ამ გამოტოვებას და ეს ისე მოხდება, რომ ის ერთიანობის პრინციპს არ დაარღვევს. შემიძლია გამოვიყენო ხელსაწყო eraser გზების შესაქმნელად. მისი არჩევა შესაძლებელია ხელსაწყოების პანელზე, ან ავყრიფოთ კლავიატურული კომბინაცია Shift-E. ნუ აი აქ თუ კი დავაწევით eraser tool და ხედავთ აი გზები შეიქმნა აქ. ხო? ამინახეთ ეს გზები. საშუალების შემთხვევაშიც დიამეტრი შემიძლია გავადიდო ან შევამცირო მარცხენა მარჯვენა კვადრატული ფრჩხილების მეშვეობით, ნუ ესე დიდია ახლა და 20 დავაპატარავებ. ესე დიამეტრს იმისას რომ შევცვალოთ გამოსახულება ხელსაწყოთი eraser, უნდა დავაწვეთ გამოსახულებაზე თავის მარცხენა ღილაკზე და მოვხატოთ სასურველი ფორმა, რომლის მიხედვითაც გვინდა ზედმეტი ფიგურის წაშლა, ან ფიგურის ზედმეტი ნაწილების. ნუ მაგალითად დავაწექი მარცხენა ღილაკს და ჩამოვსვი. აქაც ნუ დავაწექი ან ქვემოდან ზემოთ, აი აქ და ავსვი ესე აქედან ვთქვათ დავაწექი და ეს გადავჭერი. ნუ აქაც აქ ხედავთ რომ შესავსებია შევავსებ. ნუ აქ წავშალე რაც ზედმეტი იყო. აი ესე ყალიბდება ფიგურები, ნუ აი აქ მე შემიძლია გავადიდო გამოსახულება და ნუ აი აქ ხედავთ რომ ეს დეტალი ზედმეტია, დავაწექი მარცხენა ღილაკს და ესე ავსვი. ნუ აქაც ხედავ რომ ცოტა ზედმეტები მაქვს და გავსმევ. ნუ აქ შემიძლია მთელი ხაზი შევავსო, შემიძლია blob brush-ი ავიღო, დავამატო, ესე უხეშად, არანაირი პრობლემა არ არის. შემდეგ ავიღო eraser, აქედან დავაწვე მარცხენა ღილაკზე და მოვჭრა ის, რაც არ მინდა და ნუ შემდეგ აქედან ნელა უკვე ვთალო, ასე რომ ვთქვათ, რაც არ მინდა. ხო, ნუ თუ აქ ხედავ რომ დიამეტრი მცირე მჭირდება, უკვე დავაპატარავებ და იმ პატარა დიამეტრით ვიმუშავებ. ნუ ესე შემიძლია ფიგურები შევქმნა. ნუ უნდა მიეჩვიოთ ამ ხელსაწყოსთან მუშაობას, ნუ აქაც ზედმეტი გვაქვს, აქედანვე დავაწვევი, წამოვიღებ და მოვჭრი რაც არ მინდა. ნუ იგივე შემიძლია ვთქვათ, აი აქაც განვახორციელო, ან წკაპი განვახორციელო, ან უბრალოდ დავაწვე თავის მარცხენა ღილაკზე და მოვხატო. ანუ მოვჭრა ის ადგილი, რომელიც არ სურს. ნუ აი ასე შემიძლია eraser-ით მუშაობა. როგორც კი დავასრულებთ, ავირჩიოთ ხელსაწყო selection, გამოვყოთ ობიექტი და ჩვენ დავინახავთ ერთიან დიდ ობიექტს. ასე მე შემიძლია შექმნა კომპლექსური გზები და მე არაფერში არ მჭირდება ხელსაწყოები pen, pathfinder და ასე შემდეგ. შეერთება და ხედის შენახვა ხატვის პროცესშივე ხდება. წავშალოთ ფიგურა და დავცალოთ კიდევ რაიმეს დახატვა. ნუ გავაუქმოთ ეს ფიგურა, დავაპატარავოთ ოდნავ ტილო.
და რაიმე მოვხატოთ. ავიღოთ ხელსაწყო blob brush, რომელსაც უკვე გავეცანით და დავიწყოთ რაიმე გამოსახულების შექმნა. საჭიროების შემთხვევაში შევამციროთ ფუნჯის დიამეტრი კვადრატული ფრჩხილის მეშვეობით კლავიატურაზე. როდესაც მივიღებთ ოპტიმალურ ფუნჯის ზომა, შეგვიძლია დავიწყოთ გამოსახულების შექმნა. მოსამულ შემთხვევაში რაღაცა მულტფილმის გმირი დავხატოთ, ან თვალები, ან ცხვირი, ან რაღაცა მსგავსი. ეხლა მე არ დავიწყებ სიზუსტით ხატვას, ეს ძალიან გაგვიგრძელებს გაკვეთილს. მაგალითად, ავიღოთ ესეთი თავივით რაღაც მოვხატოთ, ან მოდით საერთოდ ასეთი პატარა წრე დავხატოთ, მეორე პატარა წრე დავხატოთ, თქვათ რაღაცა ცხვირის მაგვარი დავხატოთ, თუ ფუნჯის დიამეტრი თქვათ კიდევ მეორე დიდია, მე შემიძლია ყოველთვის შემიძლია მისი დაპატარავება და შესაბამისად თავიდან დახატვა იმის რაც სურს. ხატვის პროცესი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დიდ დროს უთმობთ ილუსტრატორს. ამაზეა დამოკიდებული. აი აქაც ეხა თქვათ ესეთი რაღაცა, თუ არ მოგეწონათ, კონტროლ-Z-ით შეგიძლიათ გააუქმოთ, რაც უფრო სწრაფად ამოძრავებთ მაუსს, მით უფრო ზუსტად გამოგდით ობიექტი. ესეც გაითვალისწინეთ. ესე მოვხატავ რაღაცას. ამის შემდეგ გავიგებ რეზერვს, გავხატებ გამოსახულებას და დავიწყებ იმ დეტალების წაშლას, რომელიც არ მინდა. თქვათ აი ეს მეზედმეტება წავშლი, სოციალურად მომივიდა წაშლა, აი აგერ ბევრი მოვიდა წაშლა, აი ამ დეტალს წავშლი, აი აქ წავშლი სადაც მინდა. შლელია, ამის შემდეგ გადმოვალ აქაც ანალოგიურად წავშლი. აქ დეტალი გვაკლია და blob brush-ით შეგვიძლია შევავსოთ. ერთიანობაში გამოვიდეს ლამაზად ავიღებ ამისთვის blob brush. შევამცირებ დიამეტრს ძალიან ვარ გავდგაბნო და აი აქ ესე შევავსებ სივრცეს. ვიხდით ხო რასაც ვაგებ. ან შემიძლია გავადიდო კიდევ უფრო გამოსახულება და აი აქ რაღაც ესე დავხატო. ესეთი რაღაცა დავხატო და აქაც ესეთი რაღაცა დავხატო. ამის შემდეგ გავიღებ ის erasers და რაც ავიჭირდება, იმას თავისთავად წავშლი. აქაც შემიძლია ზედმეტი რაღაცეები წავშალოთ კაპიტალს. ესეც გაითვალისწინეთ. ესეთი რაღაცები, თუ მინდა დიამეტრის დაპატარავება, უბრალოდ დავაპატარავებ დიამეტრის და მუშაობები დაპატარავებულ დიამეტრს. კიდევ იმალებ არ დავიწყებ ახლა ზუსტ ხატვას, რომ ძალიან არ გაგვიგზავნის. გაკვეთილი, აქაც წრეთ ვარ, მომწონს შემიძლია blob brush-ით, გავადიდო დიამეტრი ამ ხელასაც მჭირდება, კიდე და აქედან თქვათ დავიწყო მომრგვალების ესეთი ჩამოყალიბება. იხდით ხო, რასაც გულისხმობ. თავარია დავსვა ეს სიმრგვალე. ეს მაინტერესებს. ამის შემდეგ უკვე რეზერვით შემიძლია ის რაც არ მომწონს და არ მინდა ჩვეულებრივად ცოტას და რაც არ მომწონს შემიძლია ესე ანალოგიურად ხატვის რეჟიმის გავსვათ, ესე ჩამოსმით მოხსნა რაც არ მჭირდება. ალბათ უკვე მივხვდით კონცეფციას როგორ იქმნება გამოსახულებები, ხო? ხატვის პროცესზე მაქვს ზოგადად საუბარი. აქაც ახლა შემიძლია ოდნავ გავადიდო გამოსახულება და ესე ნელ-ნელა თავიდან ნელ-ნელა აკეთეთ, რომ ხელი მიაჩვიოთ მოძრაობებს. ახლა ცოტა ზედმეტი მომივიდა იქ აჭრა. აი აქ ხედავთ, ნელ-ნელა ესე უნდა წავშალოთ, ხო? ამ დეტალების გასწორებას კიდევ ვისწავლით როგორ ხდება ზოგადად. მაგისაც არსებობს სპეციალური ხელსაწყო, რომ მსგავსი ეფექტები მოიხსნას. ან სანამ გავეცნობით მაგ ხელსაწყოს, მანამდე შეგვიძლია ეს ობიექტი გამოვყოთ, ავიღოთ direct selection ხელსაწყო და მარკერების მეშვეობით შემდეგ რაც აღჭირდება მართოთ. ესე გამოვყოთ მარკერი, გავადიდოთ და ხედავთ აი აქ შემიძლია ჩამოვწიო ან საერთოდ გავაუქმო ეს მარკერი. ან შემიძლია თვითონ მარკერი
წამოვიღო ესე ქვემოთ. ვთქვათ, აი ეს მარკერი შემიძლია საერთოდ გავაუქმო ეს მარკერი, მე შემიძლია უკვე დავამრგვალო. მიხდით ხო, ესეთი მოძრაობები შეგვიძლია ვაკეთოთ. თუ არ გვემორჩილება, ну, მაშინ მომდენო მარკერი უნდა გამოვყოთ და მომდენო მარკერის მეშვეობით ვცადოთ. თუ არ ხდება მსგავსი რაღაცეები, აუცილებელია აი აქ დავაწყოთ convert to curve და ამ შემთხვევაში თუ რუდეებში გარდავქმნით, ну, აქაც თუ მრუდეში გადავიყვან, მომცემ შესაძლებლობას უკვე ვაკონტროლო, ასე ვთქვათ, აი ეს ხერხი, ხო, იქ რომ ვალდება და დიდდება, ხო? რაღაცა. აქ შემიძლია ორჯერ ესეთი ავიღო ხელსაწყო pen tool და აი აქ რომ როდესაც მივალ, აი დავაწყაპო და ჩავამატო ობიექტი. ესეც შესაძლებელია add enhar მივთითო და აი აქ დავამატო, ну, არ არის გარდაქმნილი ჯერ. მრუდეთ, ამისთვის შეგვიძლია ის გადავიყვანოთ მრუდეში, გავუკეთოთ ტრანსფორმაცია მრუდეში. მაგისთვის არსებობს დეტალის მონიშნა, როგორც გითხარით და აი აქ convert. და, ну, შეგვიძლია დავაკონვერტიროთ. ну, წრეების შემთხვევაში ასე შეგიძლიათ პირდაპირ წრე ვხატოთ. როგორც ხედავთ, ბლობლაში და ეს თვითონ ხელსაწყო ბლობლაში, ხელსაწყო საკმაოდ საინტერესო ხელსაწყოა და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის შექმნა შეგვიძლია ისინი მეშვეობით. და აქვე გავვითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს ხელსაწყო ერთიან ფიგურას ქმნის და არა რამოდენიმე ცალკეულ ფიგურებს.